ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა და გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან. პირველ ყოვლისა, დღევანდელი სახარება ყოველდღიურად გვიმოწმებს, რომ უფალი ღმერთი მის ანგელოზებთან ერთად მოვა დიდებით და აღასრულებს ყოველთა განსჯას, განკითხვას, იმის მიუხედავად სწამთ ეს თუ არ ასწამთ, მოელიან უფლის მეორედ მოსვლას თუ არა. იგი აუცილებლად მოვა და არ დააყოვნებს. შეიკრიბება ცისა და ქვეყნის მეუფის წინაშე ყოველი ხალხი, ყოველი ადამიანი. პირველი ადამიანიდან უკანასკნელი დროის ადამიანამდე, ვისაც უფლის მეორედ მოსვლა და განკითხვის საშინელი დღე ცოცხლებს მოუსწრებს. შეიკრიბებიან ყოველნი, მაგრამ უკვე ქვეყნიური ღირსებების ყოველგვარი განსხვავების გარეშე, განვრცელად პატივისა, ხელმწიფებისა, დიდებისა, სიმდიდრისა. მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ნიშანთვისება იქნება მათ შორის: რწმენა და ურწმუნოება, ესე იგი კეთილმსახურება და უკეთურება, სათნოებანი და მანგიერებანი, ცხოვრების სიწმიდე და ცოდვათა სიბილწე. აი შეიკრიბნენ ყოველნი, წერს წმინდა ეფრემასური. და თრთოლვით ახსავს ემდუმარებაში მოელიან გამოჩინებას დიდებასა, დიდისა, ღმრთისა, საჯულისა, რომლის გარდამოსვლა განცხადდება გამოჩენით ცაზე, ნიშნისა, სასწაულისა, ძისა კაცისას, ჯრის გამოჩენით, რომელიც არის კვერთხი დიდი მეუფისა, რომლის ხილვაზეც ყველანი გულისხმა ყოფენ, რომ მის შემდეგ მეუფე მოვა. მაშინ გაისმა ხმა. აჰა, მეუფე მოდის, ღმერთი ყოველთა განსასჯელად, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა. მაშინ საყვარელნო ძმანო ჩემნო, იმ ხმისგან შეიძრება ქვეყნის საფუძველი და ყოველ ადამიანს შიში და თავზარი დაეცემა იმის მოლოდინისგან, რაც სამყაროს მოელის. მაშინ გამოჩნდებიან ანგელოზთა დასნი, ურიცხი ანგელოზნი და ძლიერებით იღაღადებენ წმიდა, წმიდა, წმიდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლის მყრობელი, რომელიც იყო და რომელიც არს და რომელიც იქნება. მაშინ განიხვნებიან ცანი და გამოცხადდება მეუფე მეუფეთა, ყოვლად დიდებული ღმერთი ჩვენი, მსგავსად საშინელი ელვისა, მრავლითა ძალითა და შეუდარებელი დიდებით, როგორც გადმოგცემს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს მას ყოველი თვალი და ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი და ჰგოდებდეს მის წინაშე ქვეყნის ყოველი ტომი. რა შიში და ძრწოლა იქნება იმ ჟამს. მაშინ გადაიშლება საშინელი წიგნები, სადაც შეწერილია ჩვენი საქმეებით და სიტყვებიც, ყოველივე ის, რაც გვითქვამს და გაგვიკეთებია ამ ქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. და რისი დამალვაც გვიცდია ღვთისაგან. რამდენი ცრემლის ღვრა გვჭირდება ჟამისთვის, რომ არ დაგვაყენოს უფალმა თიკანთა გვერდით. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ცხოვარნი და თიკანი იმიტომ ითქვა, რომ უფალი ამით გვიჩვენებს ადამიანთა შინაგან მდგომარეობას, იმ თვისებებს, რომელთაც მართლმორწმუნეები და ცოდვილნი იძენენ, რაც ერთგვარ სულიერ შესამოსლად ემსახურება მათ, რომელიც მკაფიოდ განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. მაშინ ეთქვის მეუფე მის მარჯვენით მყოფთ: მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაემკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, შიშველი ვიყავი და შემოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან. მაშინ ეთქვის მარცხნივ მყოფთ: წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. როდესაც მართლებიც და ცოდვილებიც გაკვირვებულები კითხავენ მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერიან წყურვალი, ან უცხოობაში და უძლურებაში, ან საპყრობილეში? მაშინ მიუგებს მართლებს და ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთ ამ ჩემს ძმათაგან მცირეს, მე გამიკეთეთ. ხოლო წარწმედილთ ეტყვის: რაც არ გაუკეთეთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ. მაშასადამე მთავარი მიზეზი მართალთა ცხონებისა ის იქნება, რომ ისინი იყვნენ უამრავი მოწყალების გამცემი გაჭირვებულთათვის. უმთავრესი მიზეზი წარწმედისა ის იქნება, რომ მარცხნივ მყოფნი არ იყვნენ მოწყალენი.
ძალიან საგულისხმოა ის, რომ უკანასკნელ წამს, როდესაც ყველა ადამიანი თავად ღვთისპირით საბოლოო განაჩენსა და თავის საუკუნო ხვედრს შეითხოვს, მაცხოვარი მოწყალების გარდა არაფერს სხვას არ გაახსენებს და არ მოუწონებს მართლებს. თუმცა უეჭულად მათ სხვა მრავალი სათნოებაც შეამკობს. ცოდვილებსაც სხვას არაფერს დააყვედრებს გარდა იმისა, რომ ისინი არ იყვნენ მოწყალენი. თუმცა სხვა მრავალი ცოდვაც ექნებოდათ თავის ხოვრებაში ჩადენილი. რა არის მიზეზი, რატომ არ ეუბნება მაცხოვარი მარჯვნივ თუ მდგომთ, რომ ისინი ახსილნი იყვნენ სარწმუნოებით, სასოებით, ყოველთვის მარხულობდნენ, გულმოდგინედ ლოცულობდნენ. ბევრმა მათგანმა მოწამეობრივად ადიდა ქრისტე. რატომ არ ეუბნება მაცხოვარი ცოდვილებს, რომ ისინი იყვნენ ურწმუნოები, უწმიდურები, კაცის მკვლელები და სხვა მის მსგავსი მრავალი ცოდვის ჩამდენნი. იმიტომ საყვარელო ძმაო, რომ მოწყალება არის ნაყოფი, ცხადად გამომხატველი ყველა სხვა სათნოებისა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. ისევე როგორც უმოწყალობა ყველა სხვა ცოდვის ნიშანია. მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს საქმესა და მოქმედებას და არა მხოლოდ სიტყვასა და უნაყოფო აზრს. კარგად დავუკვირდეთ მაცხოვრის ამ სიტყვებს. იგი გვასწავლის, რომ პირადად შენი ხელით, შენი მოქმედებით ემსახურო გაჭირვებულებს. როდესაც შენ ვინმეს ხელით გაუგზავნე გლახაკს მოწყალებას, ამას არ მოაქვს შენთვის დიდი სიკეთე. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მოწყალების მცნება. როდესაც შენ პირადად უშუალოდ შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულს, იმ ადამიანის მიმართ სიყვარული გიჩნდება და გულიც გიკეთილშობილდება. შენ საყვარელო ძმაო, იქნებ გაქვს სარწმუნოება და სასოება და მრავალი კეთილი განზრახვა გაქვს გულში. გიფიქრია ამის შესახებ. სიყვარულიც გქონია მის შესასრულებლად, მაგრამ არ აღასრულე. სურვილი სისრულეში არ მოიყვანე. მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომთა შორის და ვერ ცხონდები. ნახე როგორ ამბობს უფალი. შიშველი ვიყავი, უცხო ვიყავი, საპყრობილეში ვიყავი. ესე იგი, როდესაც შენ ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკს, მაშინ თვით ქრისტეს ემსახურები. მრავალჯერ მოგვისმენია ეს დიდი ჭეშმარიტება, მაგრამ ბევრჯერ თქმასა და მოსმენას ისე მიეჩვია ჩვენი ყური და გონება, რომ ის დიდად აღარ მეგვაჩნია. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ამაზე უფრო სანატრელი არაფერია. როდესაც ემსახურები გაჭირვებულ ადამიანს, მაშინ ემსახურები თვით ქრისტეს და სიკეთეს ასესხებ უფალს საუკუნო ცხოვრებისათვის. ამ ქვეყნად ადამიანი ადვილად და ხშირად ცოდავს იმის იმედით, რომ მის ცოდვას ვერავინ გაიგებს. ყველა ადამიანი თავმომწონეა და ეშინია, რომ ვინმე ცუდი არ იფიქროს მასზე. ყველა ცდილობს დამალოს და დაფაროს თავისი ცუდი თვისებები და ზრახვები. ცოდვას უყვარს დუმილი და სიბნელე. ადამიანი თუ კი ვერ შეძლებდა ცოდვის დაფარვას, თუ ის დარწმუნებული იქნებოდა იმაში, რომ იმავე წამსვე ცნობილი გახდებოდა ყველასთვის მისი შეწოდების შესახებ, უეჭველია, რომ ის ვერაფრით ვერ გაბედავდა ცოდვის ჩადენას. ადამიანები კი ვცოდავთ, მაგრამ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს, თუმცა ხშირად ვარღვევთ რჯულს, მაგრამ მრავალ მიზეზს ვიგონებთ საკუთარი თავის სანუგეშოდ და მრავალნაირად ვაჩუმებთ ჩვენს სინდის. იმ საშინელ დღეს ცოდვაში მყოფ ადამიანს აღარ ექნება თავის მართლების არანაირი საშუალება და ნუგეში. რით გაიმართლებ თავს, როცა მონანიებისთვისაც კი აღარ გექნება დრო? რადგან მოისმენ უკანასკნელ განაჩენს, რომ მართალთაგან გამოყო უფალმა და დაზიელთა შორის დაგადგინა. შენი სინდისი, რომელიც განთავისუფლდა, იწყებს შენს მხილებასა და ტანჯვას. ყოველი მისი სიტყვა და საქმე, როგორც დაუნდობელი ლაშქარი, წინ დაგიდგება და იწყებს შენს ტანჯვასა და წამებას. მაშინ გაგახსენდება შენ ძმაო, შენს მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება. რამდენი დრო დაკარგე უნაყოფოდ შენი სულისთვის, რამდენი მადლი და ნიჭი დაკარგე შენი ორჯულოების გამო. რამდენჯერ მოგცა ღმერთმა საშუალება სინანულისა და ცოდვათა მიტევების, მაგრამ შენ უგულებელყოფთ იმას. წუხილი, კვნესა და გოდება ამაო იქნება მაშინ, ამაო დაღაპყრობ ხელებს, გვიანია სინანული. დამთავრდა დრო შეწყალებისა და მიტევებისა. ითქვა უკვე წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში. მაშინ ის ადამიანი იმეტრებს, რომ არ გაჩენილიყო საერთოდ. გარდა ამისა, ისიც უნდა გაიაზრო, რომ ამ ქვეყნად რაც არ უნდა სამწუხარო რამ შეემთხვეს ადამიანს, მაინც ინუგეშებს თავს, რადგან როდესღაც აუცილებლად დასრულდება მისი ტკივილი. შეიძლება ისეთი რამ შეემთხვეს ადამიანს წუხილი და ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე მისი დასათმენი იყოს, მაგრამ სიკვდილი მაინც აღასრულებს ამ ტკივილს. ხოლო უკანასკნელი სამსჯავროს განაჩენს აღარ აქვს სასრული და აღარც შეიცვლება. ამიტომ წარწმენდილი ადამიანისთვის ეს საშინელი შიშისა და ტკივილის მომგვრელი იქნება, რადგან იქ ადამიანის ტანჯვა იქნება დაუსრულებელი.
გებედრები წარმოიდგინე ძმაო ჩემო მდგომარეობა ცოდვაში მყოფი ადამიანისა გეჰენიაში ტანჯვასა და ტკიულში რომელსაც აღარ ექნება დასასრული საპირისპიროდ ამისა ვინ შეძლებს გამოხატოს და გადმოსცეს ის ბედნიერება და ნეტარება რომელსაც გრძნობს მართალი ადამიანის გული როდესაც მოისმენს ღვთის სიტყვას მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი და განძღებიან ისინი ღვთის ტკბილი სიტყვით ხილვითა და სიყვარულით ვისი ნახვად შიოდათ და წყუროდათ ამ ქვეყნად ვლოცავთ შეგეწიოთ ღმერთი საყვარელნო ძმან ვიდრე დრო გაქვთ და უფალი კიდევ ითმენს თქვენს ცოდვებს ხშირად გაიხსენეთ საუკუნო სამსჯავრო რათა სიფრთხილით იცხოვროთ და თუ გსურთ იმ დროისათვის გამართლებული ადამიანის ხვედრი ისიც გაიგონეთ დღეს აკითხულს